Ელთა მამისათა და ძისათა და წმინდისა სულისათა. Ყველას გილოცავთ ამ დიდებულ დღესასწაულს. დღეს არის თავთა მოციქულთა პეტრეს და პავლეს ხსენების დღე და ეს დღე პირველ საუკუნიდანვეა დაწესებული. მე გაგახსენებ თქვენ, რომ პეტრეს და პავლეს თავის ცხოვრების ბოლო პერიოდში რომში ქადაგებდნენ და ძალიან ბევრი ადამიანი გააქრისტიანეს. დავიწყოთ იქიდან, რომ პეტრე მოციქულმა სულიწმინდის გადმოსვლის შემდგომ ერთი ქადაგებით 3000 ადამიანი გააქრისტიანა და მონათლა. ამის შემდგომ ის ძალიან ბევრ ქვეყანაში ქადაგებდა და ავრცელებდა ქრისტიანობას. იგი მთელი ცხოვრება სინანულით ხვდებოდა გამთენიას. როდესაც მამალი იყივლევდა, მისი თვალებიდან უწყვეტი ცრემლები მოდიოდა, რადგანაც მას სულ ახსენდებოდა თავის ღალატი, როდესაც მან ქრისტეს უღალატა. თავიდან ესე იყო, რომ უფალი რო ბრძანებდა, რომ მე შემიპყრობენ, ჯვარზე მაცვალ თქვენ ყველა გაიქცევი, დაიმალებით. არასოდეს მიგატოვებ უფალო, ძალიან გულწრფელი იყო პეტრე მოციქული, როცა ამას ეუბნებოდა და შემდგომ მაცხოვარმა უთხრა, რომ ვიდრე ქათმის ხმობადმდეო სამ გზის უარყოფ მეო. და პეტრე მოციქულმა გაიკვირვა და გულწრფელად თქვა, რომ უფალო, შენთან სიკვდილით რო შემხვდესო, არასოდეს უარყოფო. ეს ნამდვილად გულწრფელი სიტყვები იყო, მაგრამ უფალმა დაუშვა, რომ აიღო მისგან თავისი მადლი და როგორც ადამიანს სიკვდილი შეეშინდა პეტრე მოციქულს და იმის პერიოდში, როდესაც მაცხოვარს ასამართლებდნენ კაიაფას სასახლეში, სამჯერ უარყო. ხალხი ეუბნებოდა, აი ესეც მასთან იყო და არ ვიციო რას ამბობდო, მერე გადავიდა სხვა კოცონთან, იქაც უთხრეს, იქაც უარყო, მესამეთ როდესაც უარყო და არ ვიცნობ მაგ ადამიანს, ამ დროს ჩამოყავთ მაცხოვარი კიბეებიდან და მათი თვალები ერთმანეთს შეხვდა და ამ დროს მამალმა იყივა და გაახსენდა პეტრეს ქრისტეს სიტყვები, რომ ვიდრე ქათმის ხმობადმდე სამ გზის უარყო მეო და დაიწყო ტირილი და იმის შემდგომ ყოველ გამთენიისას ის ცრემლებით ხვდებოდა აი ამ მზის ამოსვლას. ეს იმდენად ტკივნეული იყო მისთვის, მაგრამ ინება უფალმა, რომელმაც დაინახა პეტრე მოციქულის აი ეს სინანული და ასე ვთქვათ, მიანიჭა მას არა მარტო მოციქულიობრივი, არამედ თავთა მოციქულიობრივი ხარისხი. რაც შეეხება პავლე მოციქულს, ხო, ჯერ პეტრე მოციქული არ დამთავრებია, როდესაც ნერონმა გადაწვა მთელი რომი და ქრისტიანებს დააბრალა. დაიწყო ქრისტიანების დევნა და მოციქულ პეტრეს ეუბნებიან მისი მოწაფეები, რომ გეხვეწებიო, შენა უგჭირდებიო, კიდე ბევრგან უნდა იქადაგო, კიდე ბევრგან სასწაულები უნდა მოახდინო და ხალხს ჭირდებიო და მოერიდიო, არ მოგკლანო და დაუჯერა პეტრე მოციქულმაც და გადის რომიდან, ამ დროს შორიდან სინათლეს ხედავს, რომელიც ახლოვდება. და რომ მოვიდა, მოახლოვდა ეს სინათლე, დაინახა, რომ მაცხოვარი იყო. მაცხოვარს შეხედა და უფალო, ვიდრე ხვალო, ანუ სადმი ხვალო, სადმე დიხარ. და მაცხოვარი ეუბნება, მივდივარ, რომ ხელახლა ვეცვა რომშიო ჯვარზე. და ეს საკმარისი იყო პეტრე მოციქულისთვის, მან თაყვანისცა და შებრუნდა და განეწყო მოწამეობრივი აღსასრულისთვის. და როდესაც შეიპყრეს პეტრე მოციქული, ერთი რამე ითხოვა, რომ მეო, ღირსი არა ვარო ისე გამაკრათ ჯვარზეო, როგორც მაცხოვარი ჩვენი იესო ქრისტე გააკარითო და გეხვეწებითო, თავდაყირა გამაყარითო. და მართლაც ეს თხოვნა შეუსრულეს და
მოციქულებიდან მარტო პეტრე მოციქული არის, რომელიც თავდაპირა გაეკრა და ესე აღასრულა მან თავისი ვალდებულება მოვალეობა. რაც შეეხება პავლე მოციქულს, პავლე მოციქული სუსინამულში იყო, რადგანაც იგი თავის ეპისტოლეებში ძალიან ბევრი ეპისტოლე მოგცა მან 15 ეპისტოლე თუ არ ვცდები და აი ამ წერილებში ის სულ ხას უსმევს იმას თუ როგორი მდევნელი იყო ქრისტესი, როგორ აწიოკებდა ქრისტიანებს, ამას სინანულით ამბობდა. მაგრამ შემდგომ იმისა, როდესაც ღმერთმა ინება მისი მობრუნება, მოხდა ისე, რომ ერთხელ როდესაც მიდიან რომ დაარბიონ ქრისტიანები, თვალთ დაუბრუნდა, ცხენიდან გადმოვარდა და დაბრმავდა. და ამ დროს ესმის ნათელიდან ხმა, სავლე, რატომ დევნი მეო? სავლე ერქვა პავლეს სანამ მოინათლებოდა. ვინ ხარ შენ უფალო და მე ვარ იესო ნაზარეველი შენ რომ სდევნიო. და აი ეს სასწაული მისთვის საკმარისი იყო, რომ იგი მთლიანად დამორჩილებოდა ქრისტეს. მაცხოვარმა უთხრა, რომ მიხვალ ამ ადგილს, ნახავ ანანიას ჩემ მოციქულს და ის იქადაგებს, ის მოგნათლავს და ამის შემდგომ მართლაც პავლე მოციქულმა ნათლობა რომ მიიღო ანანიასთან, ის გახდა უკვე ჭეშმარიტი ქრისტიანი და მას არაბეთის უდაბნოშთვით მაცხოვარი ქრისტე ასწავლიდა. ის თვითონ ამბობს, რომ მე განსწავლილი ვარ კაცთაგან კი არა, არამედ თვით ქრისტესგან, ღმერთისგან ვარ განსწავლულიო. და ის ქადაგებდა ყველგან. მან ძალიან ბევრი უბედურება დაითმნა, ბევრჯერ ჩაქოლეს, ბევრჯერ წყალში, ანუ ზღვაში დაინთქა მათი გემი, ბევრჯერ დააპატიმრეს, ბევრჯერ სცემეს. ერთი სიტყვით ჩამოთვლილი აქვს აი ეს ტანჯვები და ამას ყველაფერს მადლიერებით სიხარული დღებულობს პავლე მოციქული. და აი ბოლოს, როდესაც უკვე რომში მას შეიპყრობენ, ის რომის მოქალაქე იყო ამავე დროს და რომის მოქალაქე ძალიან საპატიო ტიტული იყო. კი, ბენიამინის ტომიდან იყო, თქვათ, გამალიელის განსწავლული იყო, იუდეველი იყო და საოცრად ესეთი მოშურნე იყო უფლის დიდებისთვის და როგორც რომის მოქალაქეს ჯვარცმა არ ეკუთვნოდა, ანუ არ გააგრეს ჯვარზე და მას თავი მოკვეთეს 67 წელს. ასევე 67 წელს პეტრე მოციქული, როგორც გითხარით, თავდაყირა გააკრეს ჯვარზე და ეს ორი მოციქული თავიდანვე ქალთა მოციქულთა იქნა აღიარებული და მალე დაარსდა მათი, ასე ვთქვათ, საპატივცემლოდ მარხვა და მათი დღესასწაული ერთად იზეიმება. აუცილებლად უნდა ვთხოვოთ მათ სინანულის მქადაგებლებს, სიყვარულის მქადაგებლებს და რწმენის დიდ მქადაგებლებს, რომ ჩვენშიც გაძლიერებული იყოს რწმენა, სინანული, სიყვარული და ვერცმუნეთ, რომ პავლე მოციქული და პეტრე მოციქული, თავთა მოციქულები აი ამ თხოვნას შეგვისრულებენ. ხვალე არის დიდი დღესასწაული ასევე სვეტი ცხოვრობა, სვეტი ცხოველი აშენებულია 12 მოციქულის ხსენების საპატივცემულოდ, ვისაც შეგეძლებათ მიბრძანდით იქ ეზიარეთ სვეტი ცხოველში, ვინც ვერ წახვალდა, არჩეულებრივად წირვა იქნება, წირვის შემდეგ ასევე პარაკლისი იქნება, მიბრძანდით და აქ მიიღეთ წმინდა ზიარება. გაგახსენებთ, რომ დღეს ხსნილდება მერტი იყოს თქვენ დასრულეთ საქართველოს მფარველი და გისურვებთ, რომ პეტრე და პავლე მოციქულის მსგავსად ჩვენც ერთგულებით შევდგომოდეთ ქრისტეს უკუნითი უკუნისამდე. ამინ. ჩვენთანაც